Tamjdomaris მეუღლე ნათია ხინშიაშვილი და მცირეწლოვანი შვილი ანასტასია ფაჩულია გაუჩინარდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით მისი მეუღლე შვილთან ერთად ბაღდათიდან ფოთში გუშინ 17 საათისთვის ჩამოვიდა, რის შემდეგაც კვალი იკარგება. მიკროავტობუსის მძღოლმა პოლიციას განუცხადა, რომ ფოთის ბაზართან მათ ვიღაც ქალი და მამაკაცი დახვდა, რის შემდეგაც მათ შესახებ არაფერი გაუგია. გაუჩინარებულებთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. მობილური ტელეფონი გამორთულია. პოლიციაში განცხადება ფაჩულიამ დილით შეიტანა ის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყო. გუშინ ჩემი მეუღლე და ბავშვი ბრუნდებოდნენ სოფლიდან ფოთში და ჩემი მეუღლემ გზიდან დამირეკა და მითხრა, რომ მას მობილური უჯდებოდა, არ მენერვიულა და როგორც კი სახლში მოვიდოდა, ეგრევე გადმომირეკავდა. მას შემდეგ ფიქსირდება, რომ ჩამოვიდა ჩემი მეუღლე და ჩემ პატარა ბავშვი, რომელიც 13 წლის არის, ფოთში და მას შემდეგ მათი კვალი იკარგება რა. ახლა სამართალდამცავები ჩართული არიან მაქსიმალურად. მე მინდა მადლობა უთხრა მათ, იმიტომ რომ ხედავ მათ თავდადებას, მონდომებას და მათი და უფლის იმედი მაქვს.